პოდკასტშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ კაპეტავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე, რომელიც ეხება რელიგიის, პოლიტიკის და რწმენის ურთიერთმიმართებას ერთმანეთთან. ბუნებრივია, ჩვენ არ გავცდებით, თქვათ, საღვთისმეტყველოს სწავლებას და არ შევიჭრებით სხვადასხვა სამოქალაქო მსოფლმხედვაში, ამიტომ მამა კახაბერთან ერთად ამ თემებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით, მამა კახაბერ. მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით. პირდაპირ ასეთი შეკითხვით დავიწყებ. რელიგია და რწმენა, აი ეს ორი დებულება ნიშნავს თუ არა ერთსა და იმავეს? არა, არ შეიძლება ერთნაირად ერთმანეთს ნიშნავდეს, იმიტომ რომ აი დაახლოებით იცით როგორი გამოვლინება არის ეს, აი სიხარული და მხიარულება ერთი და იგივეა. სიხარული შინაგანი განცდა ადამიანის და მხიარულება მისი გარეგნული გამოხატულება. აი დაახლოებით შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ ჩვენ რელიგია და რწმენა ერთმანეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ შეიძლება იყოს გარეგნულად ადამიანი რელიგიურად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანი რწმენა არ კონდეს მას. საკმარისი კი არა, შეიძლება საერთოდ არ კონდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება შევხედოთ, რომ შემკულია გარეგნულად ყველანაირი რელიგიური ღირსებით და შესამოსლით თუნდაც და თმაწვერით თუ ასე შემდგომ რითიც შეგიძლია ესე იფიქროთ შენს გონებაში, რომ ვაიმე ეს ადამიანი ახალ როგორი რწმენისა იქნება, მაგრამ მისი სიტყვა და საქმე საერთოდ არ ეთანხმებოდეს მის გარეგნულ აი ამ რელიგიურობას, ასე რომ რწმენა გახლავთ ის შინაგანი მდგომარეობა, დაჯერება ჩვენ გქონდა ამის შესახებ საუბარი. დაჯერება უხილავისა, ეს არის რწმენის განმარტება და თვითონ რელიგია სიტყვის განმარტება კავშირს ნიშნავს. კავშირს ღმერთთან, რომელიც ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირს გულისხმობს და ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ვთქვათ რელიგიური ადამიანი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ არ ვიცით მისი რწმენა, იმიტომ რომ რწმენა შინაგანია. რელიგიურობა შეიძლება გარეგნულად იყოს მხოლოდ გამოვლენილი და დაცლილი ყოველგვარი რწმენისგან, ასე რომ ეს სხვადასხვა მცნებებია და სხვადასხვა გაგება აქვს ამ სიტყვებს აბსოლუტურად სარწმუნოებაში. ახდენს თუ არა ეს რელიგია გავლენას ადამიანის მსოფლმხედვაზე, გულისხმობ მასების და საზოგადოების მართვაზე რელიგია და არა შინაგანი რწმენა, რადგან ვმიჯნევთ ამას ერთმანეთისგან. დიახ, ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და რაც შეეხება იმას, რომ რელიგია, რელიგიური სწავლება ახდენს ადამიანებზე გავლენას, ეს ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს, ამისთვისაც არსებობს ჩემი მოძღვრება, რომ ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ მინდა შეიცვალოს. ეს ქრისტეს მიერ დაწერილი მოძღვრება არის, სახარებაში გაჟღერებული მოძღვრება არის და ჩემი მსახურება სწორედ ამას წარმოადგენს, რომ მე ეს მოძღვრება თქვენთან უცვალებლად მოვიტანო, ისე როგორც ქრისტე ღმერთმა გვიანდერძა, ის აღთქმა, რომელიც მან დადო კონკრეტულად ეკლესიასთან და ეკლესია ვინ არის? ეკლესია საზოგადოებაა, რა თქმა უნდა. ამ საზოგადოება, ამ შეკრებულობასთან დადებული ამ აღთქმის სიტყვები მე თქვენ ზუსტად უნდა გადმოგცეთ. ეხლა შეიძლება ვინმე მიკითხოს, რომ რაში მჭირდება, აგერ არის სახარება, მე თვითონ წავიკითხავ, მაგრამ ჩემი დახმარება ამ შემთხვევაში ის არის, როგორც ქრისტეს მსახურის, რომ ამ სიტყვების შეხსენებით და პირადად მე რომ აღვასრულებ ამ სიტყვებს, მაგალითი დავდო საზოგადოებისთვის. შესაბამისად, უნდა ახდენდეს გავლენას, ეხლა ვიღაცამ შეიძლება არ მიიღოს არ ჩემი სწავლება და არ სახარება გადაშალოს, არ დააინტერესოს ეს საკითხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მოძღვრება არ მოახდენს საზოგადოებას რაღაცა გავლენას, მაგრამ ეს გავლენა ცოტა ყურში ცუდად მესმის, იმიტომ რომ გავლენა შეიძლება იყოს ძალიან ცუდისკენ მიმართული და გავლენა შეიძლება იყოს საუკეთესო და სამაგალითო, რომ ჩვენ ზეციური სამეფოს შესახებ ვლაპარაკობთ და არა ამ ქვეყნიური სამეფოს შესახებ, რომ ადამიანები, საზოგადოება ძალიან ხშირად ამ ორ ტერმინს ერთმანეთში ურევს და დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკს რაღაცა უკეთესობისკენ და ეს უკეთესობა მხოლოდ შეიძლება ამ ქვეყნიურს ემსახურებოდეს და არანაირად სულიერს, არანაირად ზეციურს. შესაბამისად, გავლენას ახდენს იმ კუთხით, რომ ადამიანების სულიერი ცხოვრება შეცვალოს. სულიერ მკურნალად ექცეს, ქრისტე გააცნოს და ქრისტეს შესახებ ესაუბროს. აი თქვენ საუბრობთ, რომ ქრისტეს შესახებ ესაუბროს.
თუმცა ხომ არსებობს სხვადასხვა რელიგია, სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი. აი აქვე მინდა რომ ამ ნაწილსაც შევიღოთ, როგორ მიხვდეს ადამიანი, როგორ გაიგოს, როგორ შეიგრძნოს და შეიმეცნოს ჭეშმარიტი რელიგია რომელია, იმიტომ რომ ამის ძიების პროცესიც თან დღევანდელ სამყაროში საკმაოდ აქტიურად ხდება ადამიანების მხრიდან და აი როგორ შეიმეცნოს, იმიტომ რომ ბევრია ინფორმაცია ძალიან დიდი და შესაბამისად ახალგაზრდებს ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ, რომ იქნებ ესე არ არის, იქნებ ეს არ არის ჭეშმარიტება. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მართალს ვადიდებთ, მაგრამ როგორ დავწმუნდეთ ამაში? მართლა ისეთი საჭირო კითხვა არის ხოლმე ხშირად დასმული ახალგაზრდებთან ურთიერთობის დროს ხშირად ისმება ესეთი შეკითხვა, რომ როგორ უნდა გავიგო, რომ რომელია ნამდვილად ჭეშმარიტი რელიგია. პირველ რიგში ალბათ დაინტერესებული უნდა იყო ამით და არ უნდა იყოს ზერელეთ რაღაცა ამ საკითხთან მიმართებაში. რას გულისხმობ ახლა მოგახსენებ. ადამიანი ამბობს, რომ რახან მე დავიბადე საქართველოში და საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, ამისთვის საკმარისია რომ მე მართლმადიდებელი ვიყო და ამის მეტ სიღრმეებში არ შედის. და რჩება ესე ზედაპირული ცოდნა მართლმადიდებლობის შესახებ. ამიტომ ხშირად მისი მართლმადიდებლობა ხანდახან ურაპატრიოტიზმით არის გამოხატული. ხშირად მისი მართლმადიდებლობის დაცვა არამართლმადიდებლურად ასე არის ხოლმე გამოხატული. მარტივი ამბავი შეხვდება ვიღაც რომელიმე სექტისა თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი და ხმის ამოღებაც კი არ შეუძლია პასუხი გასცეს, თუნდაც სახარებისეული ერთი ციტატა მოუყვანოს, რომ აქ რომ ასე წერი, აბა თქვენ რატომ ამბობთ სხვანაირად ან პირიქით თქვათ რაღაცას შეიძლება ის ციტატას ამბობდეს და ამას აი არ ეძიებს ამას ყველაფერს და შესაბამისად ხოლოდ ჯიღის გულზეცემა რომ მე მართლმადიდებელი ვარ, ეს არ კმარა ამ საქმისთვის. განა მარტო იმის ძიება რომ რომელია ჭეშმარიტი სარწმუნოება თქვათ ადამიანი რომელიც არ დაიბადა თქვათ საქართველოში უნდა იძიებდეს ესეთი ადამიანიც. შენ რომელიც დაიბადე და მართლმადიდებლურ გარემოში აღიზარდე, აუცილებლად შენს გჭირდება ამ ყველაფრის გამოძიება. ამისთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა საჭიროა ჩვენთვის წმინდა წერილი მოცემულობაა ეს და ამ წმინდა წერილს უნდა ვეცნობოდეთ და აქედან ამ ჭეშმარიტების ფონზე უნდა დავინახოთ ჩვენ რელიგიის სანდოობა, მოკლედ რომელ რელიგიას უნდა ვენდობოდეთ, ამავდროულად უნდა ვკითხულობდეთ ეკლესიის ისტორიას. და ამ ეკლესიის ისტორიაში შავით თეთრზე ყველაფერი დაწერილია, საიდან ვინ როგორ მოვდივართ. აღვლაპარაკობ ახლა მე-19 საუკუნეში შექმნილ რაღაცა სექტებზე, რომლებმაც რაღაც სიზმრებზე ჩამოაყალიბეს თავიანთი რელიგიები, უკაცრავად ახლა ამას დამცინავად არ ვიძახი, იმიტომ რომ მათ ისტორიაში წერია ეს მე არანაირად არ დავცინე, უბრალოდ ადამიანს ყველას თავისი თავისუფლება აქვს და მიიღეს, აირჩიეს კი ბატონო, მაგრამ იმათზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ თქვათ უფრო ადრინდელ გაყოფებზე, თუნდაც პირველივე საუკუნეებში, როდესაც არიოზის მწვალებლობა გამოჩნდა, როდესაც თქვათ იქ მონოფიზიტური მწვალებლობა თუ ხატმებრძოლეობა თუ ასე შემდგომ საეკლესიო კრებები რასთან მიმართებაშიც იკრიბებოდა, ამ ყველაფრის კითხვა რა თქმა უნდა გააჯანსაღებს ადამიანს პირველ რიგში ძალიან შემეცნებითია ეს ყველაფერი და გააჯანსაღებს იმით, რომ ნამდვილად დაინახავს ჭეშმარიტებას, რომ ვინ დარჩა იმ ქრისტეს სწავლების საფუძველზე და ვინ გადაუხვია მის სიტყვას. ეს რაც შეეხება კონკრეტულად ქრისტიანულ კონფესიებს, მოდით ასე დავარქვათ. ეხლა რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც არ დაბადებულან საერთოდ ასეთ ქვეყანაში და თქვათ აფრიკის თუ რაღაცა რომელიღაც ისეთ მაშინ კონტინენტზე დაიბადნენ, სადაც დღეს ახლა აქაც ისმის ესეთი სიტყვა, მაგრამ ხომ თქვათ ესეთი მისიონერობა რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხან უფრო აქტიურია, ხან რაღაც მინელდება. თუ თქვათ ისე მოხდა ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ შეგვიძლია ვთქვათ ადამიანზე, რომ ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე ღმერთს უყვარს ადამიანი. ამიტომაც თუ კი ადამიანი, რომელიც დაიბადა და გარდაიცვალა ისე რომ არ სმენია მას ქრისტეს შესახებ არაფერი და ქრისტიანობის შესახებ არაფერი, ის მისი სინდისით განიკითხება, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს ამას თავის ეპისტოლეში და ღმერთზე არის აბსოლუტურად მინდობილი მისი მომავალი ბედი, რომ ჩვენ რატომ გამოიძია ან რატომ არ გამოიძია, დასჭირდა არ დასჭირდა, ამ სინდისის მიხედვით ღმერთი გადაწყვეტს ამას და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ არც არის მიზანშეწონილი ჩვენ ქრისტიანებმა დავსხდეთ და ვისაუბრეთ ვინმე ცხონებაზე და არ ცხონებაზე. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ცხონდებით თუ არ არის, იმიტომ კი არა რომ არასწორი რელიგია გვაქვს, სწორად ვცხოვრობთ თუ არა და სწორად ამ რელიგიით და ამ ჩვენი სარწმუნოებით სწორად ხელმძღვანელობთ თუ არა ჩვენს ცხოვრებაში,
ეს არ გვაქვს ბოლომდე გარკვეული და როგორ მოგვეტევება და როგორ არ მოგვეტევება. ამიტომაც განვიხილოთ სხვების ამბავი, რომ ისინი ამიტომ ვერ ცხონდებიან და ესენი ამიტომ ვერ ცხონდებიან, ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოცემულობა. ვინც ნათელს არიღებს, ის ქრისტეს ვერ იხილავს. ვიცით, გვჯერა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ რაღაცა საეკლესიო ისტორიაში მსგავსი გამონაკლისები მომხდარა და გამონაკლისი წესს ადასტურებს, შესაბამისად, იმასაც გულისხმობს, რომ რადგან ღმერთმა დაუშვა ვიღაცაზე გამონაკლისი და ჩვენ ეს ისტორია გავიგეთ, იქნება და სხვაზეც რაღაცა გამონაკლისს უშვებს და ამიტომ ჯობია უფრო საკუთარ სულიერ სიღრმეებში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომ ჩვენ ვასრულებთ თუ არა ამ წესს. არის თუ არა ქრისტეს სიტყვები ჩვენთვის ძვირფასი. ამ სიტყვების შესრულება არის თუ არა ჩვენთვის ცხოვრების წესი. აი ეს არის უფრო მეტად გამოსაძიებელი ვიდრე ის ისრაელის მომავალში. და რაც შეეხება იმას, რომ ჭეშმარიტებას უნდა ეძიებდეს ადამიანი, ამისთვის დაიბადა, ამისთვის მოევლინა ამ ქვეყანას, რომ მან უნდა შეიცნოს ეს ჭეშმარიტება, რომელიც ჭეშმარიტებას გაგვათავისუფლებს მერე ჩვენ. აი ჭეშმარიტებაზე საუბრობდით და დღეს ცოტა ეს ჭეშმარიტებას თითქოს ყველას ინდივიდუალური აქვს. სად არის ეს ნამდვილი ჭეშმარიტება? რას ნიშნავს? ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს ბევრი. იმიტომ რომ თუ ჭეშმარიტება ბევრია, გამოდის რომ ბევრი სიმართლე ყოფილა მაშინ და რაღაცა ფერთან მიმართებაში, ეხლა მე რო ვამბობდე რომ ეს ჩემი ანაფორა შავია და ვიღაცა ამბობდეს რომ არანაცრისფერია, შეიძლება განათების შუქი ისე ხვდებოდეს, რომ ამას მართლა როგორც ნაცრისფერს ხედა. კი არ ტყუოდეს ეს ადამიანი. რაღაცა აი ნათებით ესე ჩანდეს, რომ არა ბატონო, შავი კი არა ნაცრისფერი, მაგრამ რეალურად ვინც ვართ ამ ანაფორასთან ახლა შეხებაში და უყურებთ ესე ცოცხალი თვალებით, ხედავთ რომ ის ნამდვილად შავია. აქედან გამომდინარე, ვიღაცა შეიძლება ამტკიცებდეს, რომ მას უჭირავს ეს ჭეშმარიტების ჩირაღდანი, მაგრამ არასწორი კუთხით იხედება. რაღაცა აი სინათლის პრიზმა მოკლედ რომელიც გარდაქმნის სხვა და მოჩვენებითად შენ ასე გეჩვენება რაღაც საკითხი რომ ეს შავია თუ თეთრი აღმოჩნდება რომ როდესაც იმას რეალურად შეხედავს სულ სხვა რამ არის. ამიტომაც ჭეშმარიტება, ნამდვილი ჭეშმარიტება მას უპყრია, ვინც სახარებისეული სინათლით, წმინდა მამათა განმარტებით აი უყურებს ღმერთის მყოფობის, არსების რაც მოგვეცა ჩვენი გონების დატევნის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მის შესახებ, აი ამას ასე უყურებს ყველაფერს და არა ისე როგორც თვითონ რაღაცა დაესიზმრა, ან მოიგონა, ან თავისი გონებრივი ლოგიკით მივიდა ამ ყველაფრამდე, რომ რაღაცა ლოგიკურად რადგანაც ესეა, ეს ალბათ ესე იქნება და აღმოჩნდება, რომ ღმერთი ამ ლოგიკას არ ექვემდებარება საერთოდ და გვიან შეიძლება გაცხადდეს მისთვის ეს ჭეშმარიტება. ამიტომაც არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტება ბევრი. ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთადერთი და თუ ეს ამ ერთადერთ ჭეშმარიტებას ბევრი ეთანხმება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბევრი ჭეშმარიტება, ერთ ჭეშმარიტებას ბევრი ეთანხმება. რა თქმა უნდა, ასე არის. მამა კახაბერ, აი ჩვენ თავში ვახსენეთ, რომ პოლიტიკის ნაწილსაც შევეხებით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკის ნაწილი ისევ და ისევ საღვთისმეტყველო გადმოსახედიდან რო განვიხილოთ. რამდენად არის ურთიერთმიმართებაში, ვთქვათ, რელიგიის და პოლიტიკის ზეგავლენა ერთმანეთთან, რამდენად ერევა პოლიტიკა ეკლესიაში, ასე ვთქვათ, და მის მმართველობაში, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად აი ცოტათი ხა ვფრთხილობ ამ შეკითხვას რომ ვსვავ და უხერხულობ კიდეც, მაგრამ ხშირად მქონია ახალგაზრდებთან საუბარი, მით უმეტეს რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა, საპატრიარქო არის მუდმივად დაფინანსებაზე სახელმწიფოს და სულ ჩდება ეს შეკითხვები, რომ ამ მხრივ შემდეგ ერევა პოლიტიკა რელიგიაში. რამდენად უხერხულიც არ უნდა იყოს, აუცილებლად სასაუბრო საკითხი არის ეს, იმიტომ რომ საზოგადოება უნდა ხედავდეს ამას ნათლად, რა არის საეკლესიო სწავლება და რა არის თქვათ ვიღაცის რელიგიური მისწრაფება. და ამისი გამიჯვნა მათ ერთმანეთისგან უნდა შეეძლოთ. ეს აშკარა გამიჯვნა უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში რაღაცა შეპარული ნახევრად სიმართლეთქმული და ასე შემდგომ. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ ღმერთთან მიკერძოება არ არის. შესაბამისად, ღმერთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოლიტიკურ რაღაცა მიმართულებას ეკუთვნის ადამიანი. იმიტომ რომ მისთვის ყველა ადამიანი შვილია და ყველას ცხონება სურს მას. ეს ხომ სახარებაში წერია, ჩვენ ხომ არ ვიგონებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ სახარებისეულად ცხოვრობთ, ამ შემთხვევაში ეკლესიას მე როგორც სასულიერო პირს ჩემს თავს გულისხმობ, როგორ შეიძლება რომ მე ვიყო მიკერძოებული და გამოვდიოდე და მხოლოდ ერთი რომელიღაცა პარტიის სასარგებლოდ ვლაპარაკობდე.
აი არავითარი თუ ეს არ შეიძლება, მაშინ საერთოდ არ შეიძლება რომ მე პოლიტიკაზე ვისაუბრო და ამბიონი გამოვიყენო მე რაღაცა ჩემი პოლიტიკური განცხადებებისთვის. იმიტომ რომ ესე იგი აბსოლუტურად ყველა პარტიისთვის ეკლესიის კარი ღია, გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც ახლა აშკარად ან მკვლელობაზე, ან რაღაცა საეკლესიო გადახრაზე, ან ისეთ საკითხებზე ლაპარაკობენ და ამის დაკანონებას თავაზობენ, მათთვის ვერ ღია იქნება როგორ არა დიალოგისთვის, რომ აუხსნათ, რატომ არ შეიძლება და როგორ არ შეიძლება, მაგრამ ეკლესიის წევრი ვარო და ამ დროს თქვათ ტერორისტული ორგანიზაციას აყალიბდებდეს თავის პარტიაში ადამიანი, შეუთავსებელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ღია არის. მე როგორც მღვდელს, როგორ შეიძლება რომ მოვიდა ჩემთან ორი ადამიანი და ერთი თქვათ ერთს ემხრობოდეს მეორეს და ერთის სასარგებლოდ ვისაუბრო და მეორე სასარგებლოდ. არა, მე სულის ხსნაზე უნდა ვესაუბრო მათ. მე სულის გადარჩენაზე უნდა სწორედ აქ უნდა მოხდეს გამიჯვნა პოლიტიკისა და რელიგიისა და არავითარ შემთხვევაში მე უფლება არ მაქვს. სასულიერო პირს ვიყო რომელიმე პარტიის წევრი. ვიყო რომელიმე პარტიის ესეთი აშკარა მხარდამჭერი პროპაგანდის მიზნით ვამბობ, თორე ჩემი პოლიტიკური გემოვნება როგორ არ შეიძლება რომ მქონდეს, პირიქით უნდა მქონდეს კიდეც, იმიტომ რომ რაღაცას ამ გადავხედავ ამ სიტუაციაში და უნდა ვთქვა რომ აი ეს პარტია თქვათ უფრო ახლოს არის რაღაცა ჩემს შეხედულებებთან და აქედან გამომდინარე მე შეიძლება ვაძლევდე ხმას, მაგრამ გამოვიდე და ამისი პროპაგანდა გავაკეთო, ამისი უფლება არავითარ შემთხვევაში არ მაქვს. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის. ან როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, გამოვიდე და მისი ლანძღვაგინება დავიწყო, არავითარ შემთხვევაში მე ამისი უფლება არ მაქვს. ჩემი უფლება არის ერთადერთი, რომ მე ვისაუბრო ზეცაზე და ქრისტეზე, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ამავდროულად რაღაცა რეკომენდაციები გავწიო, რომ აი საზოგადოების რაღაცა ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მაგალითად კარგი არის რაღაცა ასეთი კანონის მიღება, ვურჩიო რომ არ არის კარგი. მოდის ღვთისმცნებებთან წინააღმდეგობაში ეს კანონი. ამიტომ ეს არ არის კარგი. ეს ჩემი მოვალეობაც არის, რომ მსგავსი ახსნა განმარტება გამოვიტანო, მაგრამ ჩემი ქადაგება ან დამცინავი იყოს, ან ზიზღიცავსე იყოს, იმიტომ რომ ვიღაცის პოლიტიკური შეხედულება არ მომწონს, მე მაშინ ვკარგავ აი ჩემს საეკლესიო სახეს და მინდა თუ არ მინდა გადავიქცევი რაღაცა პოლიტიკაში შევიჭრები. ამიტომაც ეს ყოველთვის დიდი საცდური იყო. როდესაც პოლიტიკაში ეძიებენ ხსნას ადამიანები, ეს ძალიან დიდი შეცდომა არის, არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ პოლიტიკაში ხსნის მაძიებლები საბოლოოდ ანტიქრისტეს მიიღებენ. პოლიტიკურ მხსნელად სწორედ ანტიქრისტე ევლინება სამყაროს და ჩვენ ესეც წმინდა წერილიდან ვიცით, ბუნებრივია. და როგორც კი ამ საკითხს ერთმანეთში აურევს ადამიანი, აღმოაჩენს, რომ მას ზეციური იერუსალიმი კი არ აინტერესებს. ამ ქვეყნიურზე ზრუნავს და ამ ქვეყნიურის მოწყობისთვის აპირებს ანტიქრისტე მოსვლას, მეტი კი არაფერს. რელიგიურმა ადამიანმა და მორწმუნე ადამიანმა ამ საკითხს ასე არ უნდა უყუროს. რა თქმა უნდა თავისი სამშობლო უნდა უყვარდეს და უნდა სწუხდეს ყველანაირად და რაღაცნაირად იხარჯებოდეს ამ სამშობლოს სიყვარულში და თავისი ეკლესიის სიყვარულში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამის გამო უფლება მაქვს ვინმე გავლანძღო და ამის გამო უფლება მაქვს ვინმეს პროპაგანდირება დავიწყო, რომ აი გინდა თუ არა ახლა ესეთი პოლიტიკური პარტია ავირჩიოთ ჩვენ. ეს არ არის სწორი, ეკლესიის ფუნქცია ეს არ არის. ამიტომაც არევა ამ ორი ფუნქციებისა ძალიან დიდი საცდურია უკვე ვთქვი და ამას მოციქულებიც ვერ გაურბოდნენ ხშირად. გახსოვთ სახარებაში შეკითხვები, როდის აღუდგენ ისრაელს სამეფოს და მაცხოვარი რო ეუბნება, არ არის ეს თქვენი საწოდნელი. იმიტომ რომ მაცხოვარი არ ლაპარაკობს, აი მთელი მისი ქადაგება, 4-ვე სახარება შეგვიძლიათ გადავშალოთ და აბა ვნახოთ იქ თუ სადმე არის ამ ქვეყნიურ მოწყობაზე, პოლიტიკაზე საუბარი. ეს გასაგებია ეს ნაწილი უბრალოდ აი ეხა გამიჩნდა შეკითხვა რომ გისმენდით თქვათ თუ ამ ქვეყნიურ მოწყობაზე არ არის საუბარი ჩვენ მოგვტავი ადამიანები მიძირებს გვჭირდება სწორი თქვათ მითითებები იმ ავტორიტეტული ადამიანებისგან და თქვათ შესაძლოა ეს იყოს მოძღვარი მოძღვრებისგან რომ სად არის სწორი გზა და სწორი არჩევანი იმიტომ რომ ბუნებრივია აქ ამ მიწაზე აქაური მოწყობის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ რაღაცა კანონებზე ზოგად კანონებზე მორალურზე თუ სამართლებრივზე თუ არ ვთანხმდებით ვერ ვიცხოვრებთ ადამიანები ისე ამიტომ აი აქ აი ამ ზღვარის დაცვა არის ძალიან რთული მაგრამ მეც ვაპირებდი აუცილებლად მეთქვა ამის შესახებ თუ ნებას მომცემთ ეხა ვიტყვი რომ როგორ უნდა მოხდეს ამ ზღვარის დაცვა
ნახეთ მე მიკერძოება ვთქვი რომ ღმერთთან არ არის მიკერძოება, მაგრამ ჩვენში არის ხშირად ეს მიკერძოება. ეხლა თუ რომელიმე კონკრეტული სასულიერო პირი გამოდის და რაღაცებს გავს ლაპარაკობს, იცოდეთ რომ ეს არის მისი კერძო მოსაზრება და არა საერთო ეკლესიის აზრი. თუმცა კი საზოგადოება აღიქვავს როგორც ეკლესიის აზრს. ამიტომაც დააკვირდით პოლიტიკურ პარტიებს, როგორც კი მათ სასარგებლოდ რომელიმე სასულიერო პირი რამეს იტყვის, მაშინვე ამ ადამიანს ესე იგი საშიაყვანა ხდება. როგორც კი საწინააღმდეგოს ვინმე ის მოწინააღმდეგე მხარე რასაკეთებს, იწყებს ესე იგი რომ ეკლესია მიხედავს თავის თავს. ნუ ერევა პოლიტიკაში. მაგრამ თუ ამათ სასარგებლოდ შემოტრიალდები და რამეს იტყვი, მაშინ უირა კარგია, აი ნახეთ, აი სასულიერო პირი ასე აკეთებს. მის ხომ სად არის ეკლესია, რატომ არ გვესმის ხმა? აი, ამიტომაც მე ამ თემაზე შეგნებულად წამოვიწყე ახლა საუბარი, რომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად არის ეკლესია და მისი ადგილი და სად არის პოლიტიკის ადგილი, რომ გავმიჯნოთ ეს ორი რამ ერთმანეთისგან. ეკლესია ვერაფრით ვერ იქნება რაღაცა კატაკომბურ ცხოვრებას ვერ დაიწყებს ახლა, იმიტომ რომ პოლიტიკაში არ ჩავერევიო, განერიდოს და იცით რას დაემსგავსება ეკლესია დაემსგავსება სარიტუალო სახლს. რომ შენ სახელმწიფოს და სახელმწიფო მოქალაქეს ადამიანს გჭირდება ეკლესია როგორც რიტუალის შესასრულებელი და არ გჭირდება როგორც სულის ხსნა. ამიტომაც ნურავინ ნუ ჩააყენებს ეკლესიას ამ მდგომარეობაში, რომ არ გჭირდება ჩვენ ესე იგი ეკლესიისგან რაღაცა რჩევა დარიგება. ვერ იზამს ამას ეკლესია, იმიტომ რომ ამ ეკლესიაში ჩვეულებრივი ადამიანები მოქალაქეები არიან, რომლებიც არჩევნებში იღებენ ისევ მონაწილეობას და ისევ თქვენი ამომრჩეველი უნდა გახდეს რომელიღაცა პოლიტიკური პარტიისა, რომელიც თქვათ უკეთეს რაღაცა პროგრამას შესთავაზებს, ხო? ასე ვთქვათ ახლა. მაგრამ ეკლესიას ხშირად აყენებენ ან საერთოდ გაჩვენდიო ეუბნებიან და ნუ ერევი პოლიტიკაშიო. ან პირიქით, ესე იგი ძალიან უნდათ რომ თავიანთი პროპაგანდისტვის გამოიყენონ ეკლესია. ამიტომაც მე ასე ვფიქრობ, რომ პოზიცია თუ ოპოზიცია თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელიმე პარტია ჯერ არ შექმნილი, რომელიც შეიძლება ახლა იწყებს რაღაცა დღევანდელ დღეს წერს თავის პროგრამას, რომ მომავალში აპირებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მე ვფიქრობ, რომ მან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ეკლესიასთან და ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს რაღაცა გავლენის მოპოვება მასზე, არც ერთი მხრიდან, არც ეკლესიის მხრიდან და არც ამ პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ეს თანამშრომლობა უნდა იყოს თანასწორი თანამშრომლობა რას გულისხმობ იცით ამ თანასწორობაში, რომ თქვენ გაინტერესებთ რაღაცა რჩევა და დარიგება ეკლესიისგან, რომ არ გადაუხვიო რაღაცა კურსს, რომელსაც საქართველოს უნდა გაყვეს ისტორიულად, როგორ იყო, როდესაც წაიკითხავ, როდესაც ეკლესია თქვათ ძლიერი იყო ქვეყანაში, როგორი იყო ქვეყნის მდგომარეობა და როდესაც დავით აღმაშენებელი ყავდა რა გაატარა და რა ცვლილებები. ვინ იყვნენ მისი პოლიტიკური მრჩეველები? 4 ბერი იყო. და ისინი პოლიტიკური მრჩეველები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკაში ერეოდნენ, ამას ვიტყვით, რომ გამოდიოდნენ და რაღაცა, მაგრამ ის მოწყობა, სხვანაირი მოწყობა იყო, მაინც მეფის ინსტიტუცია აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს. დღევანდელი ეს საპარლამენტო აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს, მაგრამ ყველას აქვს ამისი შანსი, როგორც თქვი, რომ ღია ეკლესიის კარები. ამ თანამშრომლობისთვის, რომ შენ მერი არ დაგჭირდეს ბოდიშების მოხდა, უი ამ კანონს რო ესე იგი ვაანონსებდი, მე არ ვიცოდი ეს თუ ასეთი ცუდი იყო. წინასწარ უნდა იყოს ეს ყველაფერი შეთანხმებული, გავლილი, თემა რომელიც ეხება რელიგიას, თემა რომელიც ეხება ზნეობას, თემა რომელიც ეხება რაღაცა ისეთი აი ფაქიზი, სენსიტიური საკითხებია, მოკლედ რომ შეიძლება საზოგადოებაში ფოთვა გამოიწვიოს. ამიტომაც ეს ყველაფერი თუ კი იქნება გავლილი და შეთანხმებული, რა თქმა უნდა, ეკლესიაც დაადასტურებს ამას და მე აღარ დასჭირდება სამხილებლად გამოსვლა, რომ კანონი, რომელიც მიიღეთ წინააღმდეგობაშია რაღაც ნეობასთან, ან საეკლესიო მოძღვრებასთან. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა მერე კი არ უნდა ხდებოდეს უკვე პოსტფაქტუმ, მოკლედ რომ აი რაღაცა უკვე ჩატარებულია ეს ყველაფერი და ეხლა ვიწყებთ ჩვენ რაღაცის განხილვას, არამედ წინასწარ შეთანხმებით და ერთობით, იმიტომ რომ ჩვენც ხომ ვართ ამ სახელმწიფო, მე რომ სასულიერო პირი ვარ, რა პასპორტი არ მაქვს, არჩევნებში არ უნდა წავიდე. ამიტომ, როდესაც დავინახავ, ნდობა უფრო მეტი მექნება ხომ იმ საზოგადოებისა, რომელიც ჩემთან ათანხმებს მსგავს საკითხებს, როგორც კომპეტენტურ ორგანოსთან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ შეიძლება არ მოეთხოვებოდეთ ასე ბიბლიის ზედმიწევნითი ცოდნა, მაგრამ ეკლესიამ ხომ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ბიბლიური პასუხი უნდა გასცეს. და ამ ბიბლიასთან თანხმობაში თუ მოვლენ რა თქმა უნდა, მთელი ეკლესიის მხარდაჭერა და მთელი ამ საეკლესიო შეკრებულობის მხარდაჭერა ხომ მათთან იქნება. ამიტომაც, როდესაც ვამბობთ რაიმე კონკრეტულ პარტია ყოველთვის დანაწილებას ნიშნავს, იმიტომ რომ
არ შეიძლება მთელ ქვეყანაში ერთი პარტია, ყველა ამ პარტიის მომხრე იყოს, შეიძლება ხმამაღლა ვერ ბედავდნენ, იყო ასეთი დროც რაღაცა პროტესტი გამოეთქვათ, მაგრამ არ შეიძლება ყველა ამ ერთი პარტიის წევრი იყოს. შესაბამისად ეს ნიშნავს რაღაცა გაყოფას, დანაწევრებას, მაგრამ მე როდესაც ვამბობ ეკლესია არის სწორედ შეკრება, შეერთება, ერთობა და ერთმთლიანობა. ამ ერთმთლიანობაში, ამ გაერთიანებაში ჩვენი რელიგიისა და ჩვენი რაღაცა ზნეობრივი ფორმებში ბუნებრივია ჩვენ უნდა თანამშრომლობდეთ და ბუნებრივია ერთად უნდა ვაშენებდეთ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ის რომ რაღაცა ერთმანეთზე გავლენის მოპოვებას ვცდილობდეთ და ან გამოყენებითი მიზნები გქონდეს ერთმანეთისა, რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ზნეობასაც, ეკლესიურ კანონებსაც და სახელმწიფო კანონებსაც ეწინააღმდეგება სინამდვილეში. ვიღაცა ბოროტად შეიძლება ისარგებლოს. ან ერთი ან მეორე მხრიდან მე არ ვამბობ რომ და ამიტომ არ შეიძლება ასე ვუყუროთ, რომ ეკლესია უნდა იყოს ან საერთოდ იზოლირებული, ან კიდევ ისე ჩართული, რომ შენ ახლა გინდოდეს რომ სასულიერო პირობისგან მოისმინოს შენთვის სასურველი. ხშირ შემთხვევაში ეს სურთ ხოლმე, რომ მათთვის სასურველი ტექსტები მოისმინონ. ამიტომაც უნდა დაიცალოს ეკლესია ყველანაირი პოლიტიკისგან, რომელიც არ ემსახურება, თქვა, ზეციურ სწავლებას. ეს უნდა იყოს სწავლება მხოლოდ ზეცის შესახებ. რაც შეეხება ამ ქვეყნიურ მოწყობასა და სწავლებას, ეს უნდა იყოს ორმხრივი თანამშრომლობა და არა ის, რომ მე ახლა პოლიტიკაში, ესე იგი, ჩავერევი და ასე მივიღებ რაღაცა გადაწყვეტილებას, ან კიდევ არ ჩავერევი, იმიტომ რომ შენგან რაღაცას მოველი მერე. აი ეს ხომ ადამიანური განსაზღვრება რაღაცა ვაჭრობა აღებმიცემობამდე დადის ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს ზნეობრივი ადამიანის სინდის ეწინააღმდეგება. ასე რომ ვიყოთ სინდისიერნი, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეები და ასე შევხედოთ ამ საკითხს, რომ ნურც უგულებელყოფთ ეკლესიის სწავლებას და ნურც მოვითხოვთ მათგან რაღაცა იმაზე მეტს, ვიდრე ეკლესიას თავისი ფუნქცია აქვს და ასრულებს. მამაკახაბერეთ, ბოლო ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა. როდესაც სახელმწიფო აფინანსებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ხომ არ უწყობს ხელს ეგრეთ წოდებულ ხით ჩატეხილობას, ვთქვათ, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ან იმ ადამიანებთან, ვინც არ არიან მართლმადიდებლები. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ვინც რომელი აღსარებლობის არის, ვთქვათ, იმის მიხედვით იხდიან სახელმწიფო გადასახადებს და არის, ვთქვათ, ესეთი სხვადასხვანაირი მოწყობის წესი. აი, ამ ნაწილში როგორ ხედავთ, რამდენად სწორია ჩვენი მოწყობა, იმიტომ რომ ამაზეც სულ საუბრობენ ახალგაზრდები ხშირად ვიკამათია კიდეც მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიკამათია და აი ამიტომ საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენა ამ საკითხზე. მე გეტყვით ასეთ რამეს, რომ ნამდვილად გამიჭირდება ციფრების დასახელება, იმიტომ რომ არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, მაგრამ საპატრიარქოს ძალიან ღია ინფორმაცია აქვს, თქვათ რა დაფინანსებებს ღებულობს სახელმწიფოს მხრიდან და სად იხარჯება ეს თანხები მერე ძირითადად სასწავლო და რაღაც სოციალურ პროგრამებში წასული თანხებია, მაგრამ ახლა ამას არ დავანებოთ თავი, თქვენი შეკითხვა არის, რომ სწორია თუ არა საერთოდ რომ ღებულობ ჩვენ ამ თანხას. ჩატეხილობას ხო არ აღვივებს, რომ მე მინდა გითხრათ, რომ მარტო მართლმადიდებლური ეკლესია არ ფინანსდება. ეს შეიძლება არ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. უბრალოდ აქ ციფრები რო ვთქვი, შეიძლება შემეშალოს მეთქი, არ ვიცი რამდენი პროცენტით მეტი და რამდენი პროცენტი, ეს ალბათ დამოკიდებულია მორწმუნე საზოგადოების, ესე იგი, ხო, პროცენტულ მაჩვენებელზე. დიახ, ამ მაჩვენებელზეა, იმიტომ რომ თუ თქვათ მილიონი კაციდან ახლა 800,000 მართლმადიდებელია, შესაბამისი პროცენტული რაღაცა თანხა ეძლევათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა კონფესია ასე არსებობს რელიგიური რაღაც სამინისტროს დონეზეა მე მგონი ბატონი ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს ამ რელიგიებთა შორის ურთიერთობის სახელმწიფო სამსახური არის. შეიძლება ზუსტათაც ვერ ვასახელებდე ხა ბოდიშვიხტი, მაგრამ შეუძლია ყველას მოიძიოს, არსებობს გვერდი და ბატონ ზაზასთან მეც არაერთხელ მქონია შეხვედრა და გვისაუბრია კიდეც ამ თემაზე, რომ ყველა რელიგიური კონფესია, რომელიც საქართველოში არის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება გარკვეული ნაწილით. აი ეს არ ვიცოდი მე სიმართლე. დიახ, ეს ნამდვილად ასე არის. მე ვიცი რომ როგორც თქვა, მე მაქვს უფლება რომ მივწერო სახელმწიფოს რაღაცა დახმარების შესახებ, როდესაც მჭირდება თქვა ეკლესია. ასევე აქვთ მათ უფლება ამის გაკეთებისა და ეს ბიუჯეტში გაწერილი თანხა არის. ასე რომ, ნუ რავი ნუ დაგვადანაშაულებს იმაში რომ ეხლა მხოლოდ მართლმადიდებლები ვიღებთ სახელმწიფოსგან დაფინანსება, თელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა
სახელმწიფო რაღაცა ეკლესიებს გარკვეულ ბიუჯეტში ითვალა, თქვათ, შეიძლება ბიუჯეტში არ ითვალისწინებდეს, მაგრამ რაღაცა გარკვეული პეტიციაზე ხავს. შეიძლება ეს იყოს სოციალური სამსახური, რომელსაც უფინანსებდეს, მაგრამ ეკლესია ახორციელებდეს ამას. ან მოსახლეობას უწევს გადახდა რაღაცა გადასახადის. დიახ, ესეთი კანონიც არის, მაგრამ არის კანონი, რომ თქვათ, მე შენ არ გაძლევ ამ თანხას, მაგრამ თუ თქვათ, ამ სოციალურ სამსახურს თქვათ, უფალო სასადილო გაქვს, ამას გიფინანსებ. და სახელმწიფო ამით ეხმარება. ან თქვათ, სასწავლებელი იყოს შეიძლება რაღაც გაჭირვებულთათვის და ნუ ყველა შემთხვევაში სოციალური პროგრამა არის. ეს ამით უფინანსებდეს, მაგრამ ჩვენთან ეს კონსტიტუციაში წერია, ჩემო ბატონო, და კონსტიტუციაში დამტკიცებული არის საქართველოს ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში. და ამის შემდგომ რაღაცა გარკვეული კომპენსაციის გაცემა რა ზარალიც მიადგა სახელმწიფოსგან ეკლესიას, ოდესაც 70 წლიანი გრევის მანძილზე, ესე იგი უამრავი სასწავლებელი, ტაძრები, მონასტრები, აღარ ვლაპარაკობ ფიზიკურად პიროვნებების განადგურებაზე, დახვრეტაზე და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ასე რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციაში წერია და კანონიერად ხდება ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი უნდა აღდგენილი იყოს და რა თქმა უნდა და კანონიერად არის ისიც რომ ეს ყველაფერი მთელი ეს თანხები თვალსაჩინოა და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის რომ ვიღაცას უმალავენ ეს ყველაფერი შეუძლიათ საიტებზე ნახონ და გადაათვალიერონ მაგრამ აი ჩვენი პრობლემა ხო ხშირად ეს არის სახარება არ წაუკითხავს ადამიანს და სახარებაზე შემოგედავება რაღაცა ეს თემა არ იცის მაგრამ ამ თემაზე შემოგედავება ну აი მიკერძება რომელიც ჩვენ ვახსენეთ რომელიც ღმერთთან არ არის ხშირად ჩვენში და ღმერთმა მოგცეს რომ დავძლიოთ ეს მიკერძება და არ შევიდეთ ამ საცდურში რომ ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთში აურიოთ ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ ვფიქრობ რომ ძალიან საჭირო საფრთხილო მაგრამ ძალიან საჭირო თემები განვიხილეთ და თუ კიდევ გაუჩნდებათ ჩვენს მაყურებელ შეკითხვები მსგავს თემებთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემა ზუსტად იმიტომ გაკეთდა რომ ასეთ საკითხებზე ვისაუბროთ და გავცემთ შეძლების დაგვარად პასუხებს ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა მე ერთი კვირით გემშვიდობებით მადლობა